გადაეცით ახლავე ოქროსბურთი კვარას, დიდებული კვარა. ასეთი შეფასებები მოჰყვა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ქართველი მსოფლიო მედიისა და ლეგენდარული ფეხბურთელების ყურადღების ცენტრშია. კვარა მცველების ღამის კოშმარია, ეს სიტყვები უეინ რუნის ეკუთვნის. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში PSG-მ ბაიერნი 5-4 დაამარცხა. 9 გოლიან შეხვედრაში კვარამ დუბლი შეასრულა და PSG-ს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 15 საგოლე მოქმედება აქვს შესრულებული. PSG-სა და ბაიერნისგან მეორებითი მატჩი 6 მაისს მიუნხენში გაიმართება. 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში საქართველოში ჩატარდება. ინფორმაცია FIFA-მ ოფიციალურად დაადასტურა. 2029 წელს გასამართი ტურნირის მასპინძელი საქართველოსთან ერთად სომხეთი იქნება. ორმა ქვეყანამ ტურნირის მასპინძლობის სურვილით ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში გააკეთა. ზურიკო დავითაშვილი მნიშვნელოვანი დანაკლისია სენტ-ეტიენისთვის. ფრანგული კლუბის პრობლემებზე ადგილობრივი მედია წერს. მათი თქმით, ზურიკო დავითაშვილის გამოკლება მოწმედილცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, რადგან მან სეზონის ბოლო ორი მნიშვნელოვანი მატჩი უნდა გამოტოვოს. დავითაშვილმა ტრავმა 25 აპრილს ტროასთან თამაშში მიიღო. ტრავმა სერიოზული გამოდგა. ლაშა ბექაური მხრის ოპერაციას საფრანგეთში გაიკეთებს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პარიზში თანმხლებ ექიმებთან ერთად 3 მაისს გაემგზავრება. ოპერაცია კი 5 მაისს ჩატარდება. ბექაურმა მარჯვენა მხრის ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს ქართველი ჯუდოკა ტატამზე დაბრუნებას.